რუსეთში საწვავის დეფიციტი აფხაზეთშიც აისახა და ზრდა 10%-ს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება, თუმცა ფასების ზრდა მიანიშნებს, რომ რუსეთში არსებული კრიზისი აქაც ახდენს გავლენას. რუსეთის ქალაქებისგან განსხვავებით ჯერჯერობით აფხაზეთში ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი არ შეინიშნება და არც რიგები ფიქსირდება. თუმცა ფასები განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზეა გაზრდილი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის საზღვრებთან მდებარეობს. უკვე ერთ თვეზე მეტია რუსეთში საწვავის დეფიციტია. სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო გავრცელდა თუ როგორ უპირისპირდებიან ფიზიკურად მოქალაქეები ერთმანეთს საწვავის მიღების გამო. იცოდით, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მაცივარი კონდიციონერი და აეროზოლი ოდესღაც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დამცავ ფაზად ოზონის შრეს აზიანებდა. როგორ მოხდა ეს და რატომ გახდა საჭირო მონრეალის ოქმის მიღება? ჩვენს პლანეტაზე ატმოსფეროს ზედა ფენაში ბუნებრივი დამცავი ფენა აქვს, რომელსაც ოზონის შრე ეწოდება. სწორედ ის გვიცავს მზის მავნე ულტრაისფერი გამოსხივებიდან. ოზონის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე გაცილებით რთული იქნებოდა. გაიზრდებოდა კანის კიბო, თვალის კატარაქტის, მცენარეებისა და ცხოველების დაზიანების რისკი. მეცნიერული მონაცემებით გასული საუკუნის ბოლო მსოფლიოში ოზონის შრე საშუალოდ დაახლოებით 3%-ით იყო შემცირებული, თუმცა ანტარქტიდის თავზე მდგომარეობა გაცილებით მძიმე იყო. გაზაფხულის პერიოდში ოზონის დანაკარგი 70%-საც აღწევდა. რამდენად მზად არის საქართველოს ჯანდაცვის სექტორი გამოწვევებისთვის? კითხეთ აფილირებულ პროფესორს პლანეტარიულ ჯანმრთელობაში მაკა მაღლაკველიძეს. ჯანდაცვის სექტორში და ზოგადად სამეცნიერო წრეში ინფორმაცია სულ განახლებადი არის, რაც 5 წლის წინ იყო, ახლა სულ ახალი მტკიცებულებები გვაქვს, ხო? ჩვენ მუშაობთ, სწორედ გინდაც ეს დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმას ემსახურება, რომ ჩვენი სტუდენტები, ჩვენი აკადემია, სამედიცინო სექტორი ამ შემთხვევაში, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ, ემსახურებოდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და გინდაც იმ საკითხების ეს ოზონის შრის დათხელება იქნება თუ პლანეტარული ჯანმრთელობის ზოგადად სხვადასხვა საკითხებზე უფრო სენსიტიური იყოს. მე ვთვლი, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გარკვეულწილად მზად არის, იმიტომ რომ კარგი ექიმები გვყავს, უბრალოდ ზოგჯერ ეს გარემოს დაცვითი თემები იკარგება სხვადასხვა პრიორიტეტებს შორის და ალბათ ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ყველამ ერთად აკადემიურმა სექტორმა და მედიამ უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ ამაზე და რაც მთავარია, ეს მესიჯები მივიტანოთ მოსახლეობამდე გასაგებ ენაზე და ისეთ ენაზე, რომ მათ გაუჩნდეთ ნდობა მტკიცებულებების მიმართ. საქართველოს მონრეალის ოქმის ვალდებულებების განხორციელების კუთხით საკმაოდ კარგ მდგომარეობაში არის, იმიტომ რომ ის დედლაინები, რაც ჰქონდა აქამდე, თუმცა 2030 წელი არის რაღაცა საბოლოო მოხმარებამდე უნდა გავიდეთ 97%-იან ამოღებაზე. მანამდე ყველა დედლაინზე აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რაც იყო აღებული, ნელ-ნელა ამოღებული ამ მოხმარებიდან, ეს მონრეალის ოქმის მიხედვით საქართველოს მონრეალის ოქმს 98 წლიდან ახორციელებს უკვე გაეროს ხელშეწყობით, თუმცა 96-ში ხელი მოაწერა და აქედან მოყოლებული მიმდინარეობს მუშაობა. მუშაობა ეხება, ესე იგი, ესეთი მარტივი არ არის, რომ უცებ ყველა მოხმარება, რაც გაქვს ვალდებულება აღებული, შეამცირო და მიიღო, ანუ გახვიდე ბოლოში. აქ არის ურთიერთდაკავშირებული ძალიან ბევრი მიმართულება. შესაბამისი საკანონმდებლო მუშაობა, შესაბამისი უნარების გაძლიერება, შესაბამისი აღჭურვილობა, ანუ სისტემა უნდა იყოს, ანუ ამ სფეროში დასაქმებული ხალხი უნდა იყოს აუცილებლად სათანადო იარაღი აღჭურვილობებით აღჭურვილი, აუცილებლად ტრენინგები უნდა ჰქონდეთ გავლილი და რაც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი არის და რაცაც 2025 წლიდან ხორციელდება, მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს სამაცივრო სექტორში, ჰაერის კონდიცირების სფეროში მხოლოდ სერტიფიცირებულ პირს შეუძლია მომსახურების გაწევა და აი
ამაზე ძალიან დიდი ენერგია დაიხარჯა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, შესაბამისი სერტიფიცირებული სპეციალისტების მომზადება, თუმცა ახლა კიდე შემდეგი ნაბიჯებია გადასადგმელი. მიმართულება არის ის, რომ აღსრულება აუცილებელი, აღსრულების გარეშე ვერ გამოდის საქმე. კანონში გვიწერია, ზუსტად კარგი ის არის, მაგრამ დააღვასრულოთ. თუმცა ეს ყოფილი აღსრულება უნდა მოხდეს ისე, რომ ბიზნეს, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ დაზარალდეს. შესაბამისად, როდესაც ახალ კანონს ვიღებთ ხოლმე, რა კეთდება, აი ეს იდება პერიოდი, ანუ კანონის ძალით გეუბნება, რომ აი ეს რეგულაცია შევა ძალაში, თქვათ 1 წელიწადში, 6 თვეში, ანუ ბაზარს ვაძლევთ მომზადების საშუალებას, თუმცა როდესაც რაღაც საკანონმდებლო ცვლილებაზე მიდის მუშაობა, კერძო სექტორიც ჩართული არის ამ კანონმდებლობის მომზადებაში. შეიძლება ყველა რეგულაცია მათთვის კარგი არ არის, მაგრამ რაღაცა გარკვეული დათმობები ყველა შეხვედრაში ერთმანეთს შესახვედრად უნდა წავიდეთ და ანუ ამ პირობაში როგორი სიტუაცია არის, აი წელს დაიწყო ძალიან აქტიური აღსრულება. ანუ აი დიდი დიდი სამაცივრო დანადგარები ვისაც აქვთ, ხო, იმას სერტიფიცირებული პირი თუ არ მომსახურება უფლება არ აქვს. შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახური გარემოსდაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აკონტროლებს როგორც დანადგარებს, ასევე ანუ მაცივარ აგენტების მოხმარების რაოდენობას, ასევე სერტიფიცირებული პირი არის თუ არა. ეს კიდე სპეციალური ელექტრონული აღრიცხვის სისტემა არის შექმნილი, IRMS იქვე მონიტორინგის და აღრიცხვის, სადაც კონტროლდება საქართველოში აი შემოტანიდან ბოლო მოხმარებამდე მთელი ჯაჭვი მაცივარ აგენტების, იმიტომ რომ მიზანი რა არის, რომ ეს მაცივარ აგენტები არ უნდა გაიფრქვეს ჰაერში, ხო? მე თუ სიტყვაზე სადღაც ჯაჭვი დარღვეული მაქვს, ამას ყველაფერს აზრი არ აქვს. შესაბამისად, ეს მიმდინარეობს, ანუ რამდენად გამართულად მუშაობს დანადგარი, სადმე ჟონავს თუ არა. აი და საკმაოდ მაღალი ჯარიმებიც არის.